მოგესალმებით. კონსერვატიული პლატფორმა Georgia Force გთავაზობთ გადაცემას Millennials. მე კი ნუგრი შოშიაშვილი გახლავართ. დღეს ჩვენი სტუმარია ზაზა შათერიშვილი, ჩვენი ზაზა. მოგესალმები. მოგესალმებით. და მინდა ყველას უთხრათ, რომ პარტიას ვქნით. მე და გუმანდა. მე და ზაზა ერქმევა პარტიას და გადავარჩენთ საზოგადო ხალხს, ერთს გადავარჩენთ. მე ზაზა შათერიშვილი არა, ზაზა პირალიშვილი. ზაზა პირალიშვილი არის ჩვენი აზრის გიგანტი. ესე ეს ამოვიღოთ. ქართულ პოლიტიკაში. რატომ არის ეს გადარჩენის მანის შეპრობილი ქართული პოლიტიკური სივრცე რა? ანუ ჯერ 90-იანებიდან ეხლაც ხდება რა რაღაცა ჯგუფები. აი რაღაც რელიგია ჩვენთან არის ესეთი მომენტი, რომ რელიგიაში ვურევთ მაგ პოლიტიკას თუ ზოგადად ესეა მიღებული. ნუ როგორ იხარ 90-იანი წლები მართლა საკმაოდ ძიმე იყო სოციალური თვალსაზრისით სიღარიბე, უშუქობა, უწყლობა, უგაზობა, აბსოლუტურად ნუ ესე ვთქვათ მეტნაკლებად ესეთი სივრცე, რომელიც ახლა მე არ ვამბობ, რომ საბჭოთა კავშირი რა თქმა უნდა იყო ტოტალური დეფიციტის იმპერია განსაკუთრებით ბოლოსკენ, მაგრამ ნუ წყალი, შუქი, გაზი ეს რაღაცა მაინც იყო რა. და როდესაც 90-იან წლებში ყველაფერი გაქრა და ნუ სოციალური ყოფის თვალსაზრისით იყო ძალიან მძიმე პერიოდი. ესე ვიტყოდი და ამიტომ გაჩნდა ეს მომენტი. ხო, მაგრამ აი ეხლა სააკაშვილის ისაც ხო იგარი, რომ დასავლეთი ნასწავლი. არა, ეს დასავლეთში ნასწავლი ტიპი მოდის. ეს უკვე მეტაფორაა. მეტაფორა რატომ არის? ნუ აი დღეს ხო გადარჩენა, როგორ ვთქვათ, ახლა კაი ომებია და ამაზრით, რომ აი იქიდან დრონი არ მოხვდეს, იქიდან ბარა არ მოხვდეს. ეს საინტერესო ის არის, რომ ეხლა აი არსებულ ხელისუფლებას საზოგადოება ესე არ უყურებს რა. ხო, ეს რა თქმა უნდა, მაგრამ ის მომენტა ყურე, მე როგორც ჩემი ახლობლები მეუბნებიან, აი როდესაც ტრამპი ირანის განადგურებას აპირებდა, ხალხმა ინერვიულად ხალხს არ ეძინა ღამე და ესეთი, ანუ ეს შიშები იყო ეს კატალოგიური მომენტის განცდა იყო, რომ ეხლა აი გვერდზე ეს რაღაცა ხდება და ეხლა ნუ მოდი ხა რეალურად ვთქვათ, რომ ეს ორივე ომი რაღაცნაირად ახლოს არის ჩვენთან. უკრაინის ომიც და ნუ ირანის ომი მით უმეტეს ძალიან ახლოს არის. და პლუს ახლა აი ნახიჩევანის კაზუსი სირიაც არც ისე შორს არის. ხო, მაგრამ ახლა ირანი განსაკუთრებით და თან აზერბაიჯანი გვერდზეა და აი იმ კაზუსის მერე რა თქმა უნდა დღემდე არ არის გარკვეული რა მოხდა რა დრონებზე ალაპარაკი. მე მგონი ეცი რა, ხა არ ვიცი დასავლეთში რაღაც პერიოდიდან ცოტა სხვანაირად გაიმიჟნა ეს პოლიტიკა და რელიგია, მაგრამ პრინციპულად ხო თავდაპირველად და მერეც ალბათ პოლიტიკას ჰქონდა რელიგიური ხასიათი. შინაარსი, ანუ გადატანილია ტერმინები იქიდან აქ. მოდი ახლა შევხედოთ, ნახე რა ხდება, ხო? აგერ ეს ისრაელი, ირანი, ამერიკა ყველა ალაპარაკდა რელიგიური ენით, ესქატოლოგიური ენით, მესიის მოსვლა, მაჰდი, მესამე ტაძარი, ეს შეიძლება ფარისევლობაა და დაუშვათ სულ სხვა რაღაცას ფიქრობენ და სულ სხვა რაღაცას ლაპარაკობენ, მაგრამ ეს ხო უკვე გახდა საჯარო სივრცის ნაწილი, ხო? ჰეზგეტი, ტრამპი ხო ლაპარაკობენ არა მესამე ტაძარზე, ესქატოლოგიაზე, იგივე ნათანი ხო ლაპარაკობს იმაზე სინათლის რაინდებზე და იმის რა ქვია სიბნელის ასე რომ ეს 20 წლის წინ წარმოუდგენელი იქნებოდა 20-25-30 წლის წინ უბრალოდ წარმოუდგენელი იქნებოდა იმდენად ნუ მაშინ იყო ესეთი გაბატონებული ლიბერალური ენა რითიც იხსნებოდა ყველაფერი ანუ რაციონალიზმით აი ნავთობია იქ გაზია ამიტომ ხდება ეს ყველაფერი ხო აი მსგავსი რამე რაც დღეს ხდება როდესაც პოლიტიკოსები ასე უხვად იყენებენ რელიგიურ ტერმინოლოგიას ანუ ეს მარტო საქართველოს არ დამახსდებელი. ეს არის კონსერვატიზმი? ესაა კონსერვატიზმი. თუ ესაა უბრალოდ ისო ლიბერალიზმი გაქრა და რაღაცა პანდორას ყუთი გამოვიდა. კი, მეც ეგრე მგონია, კი, ლიბერალური პარადიგმა დაინგრა და სხვა არაფერი არ არის ეთყობა რა. ნუ რელიგიის გარდა არაფერი არ არის. ხო, მაგრამ ნუ ნავთობია კიდე. მე ამას უწოდებ ყველაფერს სანავთობო ესქატოლოგია. სანავთობო ესქატოლოგია. აქ არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. ის აი აშენეს ის ტაძარი. ხო. ისრაელმა. შექმნეს ეს რაღაცა დიდი ისრაელი თუ ვერ ქნია. იმის მიუხედავად რომ რაღაც წინ მიიწევენ
არა ვერ ახლა რუსებს რო დასწინიან, ეგენი საერთოდ ესე იგი ერთი სოფელი ვერ აუღიათ 4 კვირა არიან გაჩერებული, რამდენადაც წარმატებულები არიან, მოდი ესე ვთქვა, დაბომბვებში, ასე წარმატებლები არიან ხმელეთზე. სახმელეთო ოპერაცია არის გაჩერებული ერთ ადგილას ფაქტობრივად, მაგრამ ომს იგებს არა ავიაცია, ომს იგებს სახმელეთო ჯარი. სხვანაირად არ ხდება. უნდა შეხვიდე და დროშა უნდა აღმართო. ეგორობი კანტარია. სხვა მოდელი არ არსებობს. ან ორივე მხარე რაღაცაზე უნდა შეტაკდეს. ესე იგი დასავლეთ ფრონტი უცვლელია. ხო. ანუ 2 წელი იყო მართალი ხარ, ძალიან კარგი ანალოგია. პოზიციური ომი, რომელიც ესე იგი 2 წელი იყო ეგრეთ წოდებული ეს ცნობილი დასავლეთის ფრონტი, სადაც დაიხოცა დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი, 3 მილიონი ადამიანი. 2 მილიონზე მეტი. რომელიც აქ აღწერილი, ეხლა ჩვენ საიდან ეცვით ეს ყველაფერი, ხო, ლიტერატურა. და არა მარტო ჩვენ, არამედ საერთოდ ლიტერატურა ტოვებს ხოლმე ისტორიის მოდელებს, არა? რემარკის დასავლეთის ფრონტი უცვლელია, ჰემინგუეის მშვიდობითი არაღო, რიჩარდ ოლდინგტონის გმირის სიკვდილი, The Death of Hero. სხვადასხვა ეგრეთ პოპულარული იყო საბჭოთა პერიოდში, ძალიან კარგი წიგნია. და ნუ ზიგვით სასუნის არაჩვეულებრივი პოეტის მთელი ლექსები, რომელიც არის კლასიკა პირველი მსოფლიო ომის პოეზიის, მაგას უწოდებენ ხოლმე იმას, რა ვქვა, ტრანშეის პოეზიას, ზიგვით სასუნი, რომელიც შტეფან ცვაიგს აქვს მოხსენებული თავის არაჩვეულებრივ მემუარებში გუშინდელი სამყარო. ხო და იქაც სხვათა შორის იყო ეს ესქატოლოგიური მომენტები. იქ მაგალითად არის ეს ესქატოლოგია და დიდი გერმანიის იდეა იყო და დიდი საფრანგეთის რაღაცა ეგეთი. კეთილი სხვათა შორის ეს შეიძლება ამას მასობრივი ფსიქოზი უწოდოთ ფსიქოანალიტიკური პოზიციიდან. მაგრამ ეგრეთ წოდებული ანგელოზის ხილვა, რომელიც ჩადგა. ეს კი. ხო და ბევრს აქვს ეს აღწერილი. კი. ლიტერატურაში არის. ჩემი საყვარელი ზიგმუნდ ფროიდი იტყოდა, რომ ეს არის რელიგია რა არის, ხო? როგორც მარქსი ამბობდა, რომ ეს არის ოპიუმი ხალხისათვის. ფროიდი ამბობდა, რომ რელიგია არის ისტერიული ილუზია, რომელიც ჩდება დრო და დრო და შეიძლება მასობრივი ისტერია მეორე პირველი მსოფლიო ომის პერიოდის და ბევრს აქვს აღწერილი, ხო, ანგელოზი. ის ერთი ის არის რა, ანუ რასაც შენ ამბობ ეს არის ომის პერიოდში როდესაც მე საერთოდ არა, მე მორწმუნე ადამიანი ვარ, რომის კათოლიკე ეკლესიის წევრი და სასწაულების მწამს რა თქმა უნდა, მაგრამ მე რას ვამბობ, რომ შეიძლება ეს ამხრივადაც განვიხილოთ. ხო, რადგანაც ვატიკანს არ გამოუკლევია ეს სასწაული იყო თუ არა, მე მგონია რომ ეს იყო მასობრივი ფსიქოზი. მაგრამ აი კიდე ერთი რაღაცა მაშინ რა პირველ მსოფლიო ომთან მსგავსება. ყველა იქ პერიოდში ყველა ლიდერი თითქმის ხანში შესული იყო. რამოდენიმე გამონაკლისის გარდა. ნუ ეხლა მოდი კიდე ესენი იყო ხარჯში შესული ტიპები, რომელმაც ახალგაზრდობა გაუშვა სასაკლაოზე რეალურად. იცი რა არის, მოდი ერთი სერიოზული განსხვავება რა არის. ამოწყდა კემბრიჯი, ოქსფორდი, ფრანგული ინტელიგენცია გერმანელები გადარჩნენ, რატო? გადარჩნენ იმიტომ, რომ გერმანელებს ყავდათ განსხვავებით საფრანგეთსა და ინგლისისაგან ვთქვათ ასე ესე ტრადიცია იყო, თავიანთი იუნკრობა ჰქონდათ. რაც შეეხება ინგლისსა და საფრანგეთში, არისტოკრატია მიდიოდა ომში. და როგორც არნოლდ ჯოზეფ ტოინბი იხსენებს თავის მემუარებში, მთელი მისი კურსი ამოწყდა. ის გადარჩა შემთხვევით, იმიტომ რომ ბოლო წელი, როდესაც ამთავრებდი, მე მგონი კემბრიჯელი იყო თუ არ მეშლება, კლასიკოსი ფილოლოგი კემბრიჯი უშვებდა 1 წლით საბერძნეთში, რომ ნუ იქ რაღაც დაავადება შეეყარა, ესეთი ქრონიკული და ამის გამო ვერ მოხვდა პირველ მსოფლიო ომში და მთელი მისი კურსის 2/3 ლამის მთელი კურსი წავიდნენ, იმიტომ რომ ყველა იყო დიდგვაროვანი, ყველა იყო არისტოკრატი და შეიძლება ითქვას, რომ ეს საფრანგეთის და ინგლისის საუკეთესო ნაწილი ელიტა არისტოკრატია ამოწყდა პირველ მსოფლიო ომში. ეს იყო კატასტროფა რა თქმა უნდა. ნუ ეხლა არისტოკრატია აღარ წდება. აღარ არსებობს დამთავრდა. ოლიგარქია აღარ წდება. არისტოკრატია აღარ არსებობს. ოლიგარქია აღარ წდება, მაგრამ ოლიგარქია სხვა ტიპის მოვლენაა. ოლიგარქიას მუდმივად ახასიათებს. არც ტრამპიშვილი არ წასულა და არც ამერიკული ელიტის არც წარმომადგენელი მაგ ოლიგარქია ეს არ არის ეხლა ელიტა, ხო, ესე იგი იქ ეხლა სხვა ეთოსია, არისტოკრატია სულ სხვა მოვლენაა, სულ სხვა ეთოსია. ვერანაირად ბურჟუაზია და ოლიგარქია მასვე ჩაანაცვლებს. ეს მოხდა აი
არ არის შემთხვევით, რომ სწორედ მაგ დროს დაწერა შპენგლებმა თავის წიგნი 18-22. პირველი ტომი 18-ში გამოვიდა, მეორე 22-ში. ოფიციალურად 19-ში გამოვიდა, მე ეგრე ვიცი. 18-22 არის მითითებული თვითონ წიგნზე. ხო და 4 წელი არის განსხვავება, 3 წელი არის განსხვავება. 18-19-22. ესე იგი ლაპარაკია მის დასავლური სამყაროს და ისი ქართულად ალბათ ესე ჯობია ხო რომ თარგმნოთ Untergang des Abendlandes. Untergang ფაქტობრივად არის Twilight. ხო, დასავლეთის დაისი. ხო და Abend თვითონ არის აღამო. ანუ ტავტოლოგიური სახელი აქვს გერმანულად. სხვადასხვა შორის პირველ ტომი ითარგმნა და ყველა შეურჩევ რომ იყიდოს. რუსულად. არა, ქართულად ითარგმნა. პირველ ტომი და გონი მალე აპირებენ მეორე ტომის თარგმნას. ხო, ძალიან მნიშვნელოვანი. და სხვა შორის აი მან ტოდის წიგნსაც დაახურა მსგავსი სათაური. ისე აი რომ დააკვირდი რა სისულელის გამოხოცეს ერთმანეთი. თავდაპირველი ილუზიების გამოხოცეს ყველა სხვა ეგონა. აი ნახე ფილოსოფიული ომის. ეხარ ისტორიკოსი. ასეთი ტიპის მოვლენებს არა აქვთ 1, 2, 3 მიზეზი. ამათ აქვთ უამრავი მიზეზი, როგორც ლევ ტოლსტოი გვეუბნება თავის გენიალურ ომსა და მშვიდობაში. ეს არის ადარებს უსასრულო მცირეებს და ომების მიზეზები არის აი ფაქტობრივად უსასრულო და არანაირი პიროვნული მომენტი იქ არ არის. ისტორიას არ მართავს პიროვნული ძალები. ისტორიაში მონაწილეობები პიროვნებები, მაგრამ ისტორიის მამოძრავებელი მიზეზები არ არის პიროვნების ნებაზე დამოკიდებული. ეგ რა თქმა უნდა, მე მაგაზე არ გეუბნები, ამბობ post factum მე გამოჩნდა, რომ აბსოლუტურად ყველა მხარეში, ნუ იქ მე კი რევანშიზმი დაიწყო გერმანიაში, მაგრამ მაიც აბსოლუტურად სისულელი რაღაცის გამო ამოწყდა ევროპელები. და პრინციპში ევროპა დასუსტდა როგორც კონტინენტი ამით. ამიტომაც მეორე მსოფლიო ომში ფაქტობრივად ომი არ ყოფილა პირდაპირ ჩაბარდნენ ჰიტლერის. ან აქ მე მეორე პოზიციას უფრო ვიზიარებ, რომ არ იმდენად ჩაბარდნენ, რამდენადაც წინასწარ განწყობილი იყვნენ ამ. ანუ ჰიტლერმა გააკეთა მომავალი ნატო. გაერთიანდა ევროპა. ცოტა სხვა საფუძვლებზე. აღარავის აღარ უნდა სანგრებში ყოფნა რა. ეს ერთი რატომ დავიწყოთ მარტო ფილოსოფიურ ომზე არ გამოგვიდეს გადაცემა. აი ირანის ამბავი რა. ხო. ქვეყანას რომელსაც რა ვიცი ერთ-ერთი ყველაზე მაღალ ტექნოლოგიური სამხედრო მანქანა აქვს, ხო? ქვეყანა რომელიც ყველაზე მდიდარია ობიექტურად ფინანსური თვალსაზრისით. ქვეყანა რომელსაც ყავს რა ვიცი ყველაზე ძლიერი ავიაცია. ესეთი ავიაცია არავის არ ყავს, ხო? და რაღაცა ესე იგი რატო გადაწყვეტეს ეს ომი? არა, რატომ რაღაცა ქვეყანა ირანმა და ისრაელმა მესამე სამყაროს ქვეყანა კი დიდი მოსახლეობით, ტერიტორიაც დიდია, მაგრამ ტექნოლოგიურად ჩამორჩება, ეკონომიკა სუსტი აქვს, ყველა ლოგიკით უნდა წაიგო. ირანს. ყველა ლოგიკით უნდა წაიგო ირანს. აი რა ლოგიკით უნდა გაეძლო ირანს შეერთებულ შტატებისთვის? აი ვინმე ამიღწევს რა ლოგიკით გაუძლო. მაგრამ მათ მოხდა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი რა. ერთი ის რომ თვითონ ამერიკულ დემოკრატიას და ამერიკულ ინტერვენციას ამერიკულ საზოგადოებაში წმენა არ აქვს. როგორც კი ეს ირანის ამბები დაიწყო, ამერიკულ საზოგადოება გამოვიდა და ხა ანტიტრამპისტული მოძრაობები საკმაოდ გაძლიერებულია ამერიკაში. ანუ ელემენტარული ის არის, რა ქვია, საზოგადოების განწყობაზე არის ზრუნა. ეს ერთი და მეორე. აღმოჩნდა რომ, ნუ რა ვიცი, ნება თურმე უფრო დიდი ძლიერი ყოფილა ვიდრე ტექნოლოგია და ეკონომიკა. ნუ იცი რა, მოდი ახლა ესე ვთქვათ, ამერიკის ისტორიაში ყოფილა ესეთი მომენტები, როდესაც ნუ სამხედრო მაგათი მოგონილია ეგ ტერმინი, ხო? სპეციალური სამხედრო ოპერაცია. როცა სპეციალური სამხედრო ოპერაციები წარუმატებლად დასრულებულა მრავალწლიანი. ვიეტნამი შეგვიძლია გავუსვენოთ, მე ავღანეთი შეგვიძლია გავუსვენოთ. იცი რომ ვიეტნამში ყველა ბრძოლა მოიგეს ამერიკელებმა. ბრძოლა არ წაუგიათ. ბრძოლა მოიგეს, ომი წააგეს. ომი წააგეს. ხო, აი ესეც ხდება. როგორც საბჭოთა კავშირმა სხვათა შორის ავღანეთში. ხო. ბრძოლა არ წაუგიათ. ნუ ეხლა იცი რა კიდე მეორე მომენტია. ავღანეთიდან გამოვიდნენ 99 წელს ეს იყო, მაგრამ მეორე მომენტი რა არის, ავღანეთის მეორე კამპანიას, ანუ ამერიკულ კამპანიას ერთ თავისუფლად ახასიათებს, რომ პრაქტიკულად როცა მათ დატოვეს ავღანეთის ტერიტორია, ტალიბანი ძალიან იყო გაძლიერებული და
სერიოზული დაპირისპირება დაჭირდებოდათ და დიდი მსხვერპლი იქნებოდა ტალიბანთან დაპირისპირებისას, რომ რა თქმა უნდა სწორად მოიქცნენ რომ გამოვიდნენ. მაგრამ ეს 20 წელი იყვნენ ავღანეთში. ფაქტობრივად მთელი ეს პერიოდი შეიძლება ითქვას რომ მთელი ეს საზა 20 წლის განმავლობაში არა დაიხარჯა 3 ტრილიონი დოლარი. თუ მეტი არა. 3 ტრილიონი დოლარი ეს მოტივაცია. 3 ტრილიონი დოლარი. თვითონ ავღანეთზე დაიხარჯა. სამხედრო ოპერაციები კიდე ცალკე ის იყო. მოტივაცია 3 ტრილიონი დოლარი რომ შენ საქართველოსზე დახარჯო. 5 საუკუნე ეს ქვეყანა კარგად იქნება. ხო და ამიტომ საჭიროა კონსპიროლოგია. რაღაცა ხვალისუსაც დაიტოვე ჩვენთან ნეფშტეინის კონსულზე რომ გადმოგიბატიჟებთ. მაგრამ ესე იგი კონსპიროლოგიაში რას გულისხმობ? რაციონალური კონსპიროლოგია უყურთ. ანუ მთავარი რა არის? შეიძლება მარქსი მოკვდა, მაგრამ მისი საქმე და მისი ნარატივი და დისკურსი ცოცხალია. ანუ კაცობრიობას რა ჭირდება? კაცობრიობას ჭირდება ნავთობი, გაზი, რესურსები და მთელი მსოფლიო ისტორია სხვა არაფერი არ არის თუ არა ბრძოლა რესურსებისათვის. ნუ მე მთლა ამას არ ვიზიარებ ბოლომდე. წააგეს ეს ბრძოლა, კაცო, ეგ ბრძოლა წააგეს. მაგრამ უყურე კონსპიროლოგია რას გეუბნება, როგორც ახლა დღევანდელი დაპირისპირება ირანთან. ტრამპი გამოიწვევს ყველაფერი კარგად არის, ფასები იწევს, ბირჟაზე ვიღაცები იგებენ, ვიღაცები აგებენ. აი მოდი ამ კუთხით რომ შევხედოთ, შეიძლება ითქვას რომ ამ კამპანიას, ახალ ირანულ კამპანიას შეიძლება აქვს სწორედ ის საზრისი, რომ ვიღაცა პირდაპირ აზრით ამაზე ხელს იტბობს. აი ძალიან ისე რომ ვთქვათ რა, რაციონალურად. და ცოტა ცინიკურად. მე გეტყვი, ნუ კონსპიროლოგიაში თუ გადავედით, გეტყვი ფარაონი გაქვს წაკითხული? ბოლესა პროცესი ძალიან ახალგაზრდობაში. მან სიუჟეტი არის ესეთი რამზესისა და რამზესის პერიოდია კი. ქურუმებს შორის დაპირისპირება და რამზეს უნდა რომ ტაძრებიდან გამოიტანოს ოქრო. აჰა. მოახმაროს ჯარი ექსპანსიის ლენინივით ეკლესიიდან რო გამქონდა. ექსპანსიიდან მერე ესე იგი ტერიტორიებს და მონებს წამოიყვანს და ნუ ეკონომიკურად მოგვარდება საკითხი. ეწინააღმდეგებიან რელიგიური მოტივით ქურუმები. ბოლოს ჩამორჩენილები არიან. ბოლოს როგორ მთავრდება? მოკლავენ რამზეს, მთავარი ქურუმი ხდება ფარაონი, ზუსტად იგივე საკეთებს. და იმას გააკეთებს. იმას გააკეთებს. ტრამპი ეგ არის ჩემი აზრით. ტრამპი რასაც ამბობს, მაგას არ გააკეთებინებენ ტრამპს. მაგრამ მაგას გააკეთებენ, რასაც ტრამპი ამბობს. ეხლა უყურე რა არის. მოდი ამ ყველაფერს შეიძლება შევხედოთ ძალიან ნუ რამდენიმე კუთხით. ერთ-ერთი კუთხე არის მოდი ესე ვთქვათ მარქსისტული. მარქსისტული კუთხე. ერთი ზუსტი, აი ცალკე მარქსისტული. მითხარი, აი მარქსიზმის მოყარულები ძალიან ბევრი არის, მაგრამ რომელიმე მარქსისტი მითხარი, მარქსისტული მეთოდით, რომ იწინასწარმეტყველა საბჭოთა კავშირის დანგრევა. ეს ისეთი ანალიზია, რომ ხო, ნუ კლასთა ბრძოლა ხდება. არა, იცი რა, ხდება დიალექტიკა არის, მაგრამ ვერ გაჭრიტა ის რისი პრეტენზიას ჰქონდა, არ აღმოჩნდა. მესმის. მე მგონია რომ ხო მე რადგანაც არა ვარ დოგმატური მარქსისტი და საერთოდ მარქსისტი არა ვარ. მე მგონია რომ რაც არის საინტერესო ის უნდა ავიღოთ და გამოვიყენოთ მარქსიზმი. რა არის მარქსიზმში საინტერესო? მარქსიზმში არის ყველა საინტერესო მოტივაცია. ისტორიული სუბიექტების მოტივაცია. ისტორიაში მოქმედებენ უპიროვნო ძალები. მანამდე, მარქსამდე, რა იყო ღვთისნება. ჰეგელთან სული იყო. არა, ჰეგელს ახლა ცოტა ხანი თავი დავანებოთ. მარქსი ამბობს, რომ ჰეგელის სისტემა მან გადმოყირავებული იყო და ფეხზე დააყენა. ჰეგელის სხვა რაღაცა. ჰეგელამდე, ვოლტერამდე არსებობდა ისტორიის თეოლოგია. რომ ისტორიის მამოძრავებელი ძალა არის უფალი ღმერთი. პროვიდენციალიზმი. პროვიდენციალიზმი ძალიან მარტივი რაღაცა არის ღვთისნება, პიროვნული ღვთისნება და ამ პიროვნული ღვთისნებას ასრულებენ, არ ასრულებენ კონკრეტული ადამიანები. ვოლტერი. აქ უნდა დავამატო რა, აქ თავარი მომენტი არის ის რომ შეიძლება შეეწინააღმდეგო ღვთისნებას, მაგრამ ვერ შეცვლი. არა, უყურე არის ისიც გამოგიყენებს. ვინც ეწინააღმდეგება მას ვოლტერი იყო პირველი რომელმაც თქვა რომ არა ისტორიის თეოლოგია, არამედ ისტორიის ფილოსოფია, პირველად მაგან გამოიყენეს. ანუ რა დიდი ადამიანების ნება. აი ტოლსტოი და მარქსი ფაქტობრივად ერთდროულად მარქსი უფროსი იყო ცოტათი ტოლსტოიში და უმცროსი, მაგრამ ორივე შემოიტანა ეს რაღაცა უპიროვნო ისტორია როგორც უპიროვნო სტრუქტურა.
სადაც მოქმედებენ აი ეს მიზეშედეგობრივი ძალები. მარქსთან ეს არის საწარმოო ძალებისა და წარმოებითი ურთიერთობების მიმართება, ტოლსტოისთან აი ეს უსასრულო მცირეები, სტიქიური ძალები, რომლებიც ებრძვიან ერთმანეთს, ისტორიის ზამბარა აღმოსავლეთი ხან აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, ხან დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ, აი ეს არის ასე ვთქვათ რაღაც გარკვეული შეიძლება ბორბალი, თქვა ასე. სადაც ძალიან ბევრი ძალა არის ჩართული. აქედან გამომდინარე, ჩვენ კონსპიროლოგიური თეორიების მთავარი მომენტი რა არის, განსხვავებით მარქსიზმისგან ან ტოლსტოისგან, რომ არსებობენ სუბიექტები, რომლებიც დინასტიური სუბიექტები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში გადასცემენ ხდება გადაცემა რისი ქონების კაპიტალის. რა თქმა უნდა, ესეც მეტაფიზიკაა, მარქსიც მეტაფიზიკაა, ესეც მეტაფიზიკაა და ასევე მეტაფიზიკაა ტოლსტოიც. აქედან გამომდინარე, მე მიმეჩნევ, ბევრად უფრო ეკონომიურია, რომ დაიჯერო ღმერთის არსებობა. ამდენი ბევრი მიზეზები, ხო, რას გვეუბნება ოკამის სამართებელი. არ არის საჭირო სუბსტანციების გამრავლება, როდესაც შეიძლება უფრო ეკონომიური ახსნა. ხო? მეც რაც უფრო დრო გადის, იმაზრემდე მივდივარ, შენც იცი ეს ერთი ფოგელინი, ერიკ ფოგელინი, რომელიც ასევე აბსოლუტურად ქრისტიანული ხედვაა, მე თუ მგითხარ. მომენტი რა არის, რომ პოლიტიკა არის, ესე იგი, ზოგ შემთხვევაში ეზოთერული, ზოგ შემთხვევაში მეტაფიზიკური, ზოგ შემთხვევაში სხვადასხვა პროექტის განხორციელების არეალი. და ის პოლიტიკოსი, რომელიც მოდის, მათ შორის ის, ვინც ფიქრობს, რომ უბრალოდ მემკვიდრეობით უნდა გადაცეს და საკუთარ შტაბს, ეგაც ესე იგი მეტაფიზიკური ელემენტის ნაწილია. და უკვდავების რაღაცა ჩამნაცვლებელი ნაწილია რა. მოდი პირდაპირ განსხვავება რა არის. დაუშვათ თუ ავიღებ ძველ პოლიტიკურ თეოლოგიას, ძველ პოლიტიკურ თეოლოგიაში რას გულისხმობ? როდესაც მეფე მოკდა გაუმარჯოს მეფეს. კანტოროვიჩი რაც აქვს შესანიშნავად გაშლილი, რომ მეფის დინასტიური სხეული. მეფის ორი სხეული, ხო? მაგის არჩეულებრივი ციგნი. Kings to Bodies. მეფის ორი სხეული. ანუ კონკრეტული მეფე მოკვდავია, მაგრამ დინასტიური სხეული არის ცოცხალი და პერმანენტული თქვა ასე. მაგრამ ეს ძალაუფლება არის ხილული. ჩვენ მას ვხედავთ. და ამის გამოხატულება არის ინტრონიზაცია მაგალითად. განსხვავებით კონსპიროლოგიისაგან, კონსპიროლოგიაში ეს ძალები პრინციპულად უხილავია და კულისებში არსებობენ. რატომ? იმიტომ რომ როდესაც მონარქია ჩანაცვლა დემოკრატიით, ჩვენ შეგვიქმნა ძალიან სერიოზული პრობლემა. ყველას ფილოსოფოსებს, ისტორიკოსებს, ანუ პრობლემა რა არის? პრობლემა არის ის, რომ ancien régime ძველი წესწყობილება იყო როგორი? რაცა ვისცა ღმერთმა მისცეს, დასჯერდეს და მას უბნობდეს, მუშაკობდეს, მეომარი გულოვნებდეს. ანუ ღმერთმა ყველას მისცა რაღაც თავისი კონდიციონლუმან, ვიღაც არის მეომარი არისტოკრატი, ვიღაც არის მეორე წოდება, ვიღაც არის მესამე წოდება, ხო? ანუ მღვდელი ცხვირს ნუჩაყოფ სხვა იმაში წოდების და როდესაც მოვიდა დემოკრატია, და მისგან არის ყოველი ხელმწიფე სახით და მის მიერით. ანუ ლეგიტიმაციის წყარო არის ღმერთი. ღმერთის გავლით ეკლესია. ღმერთი გადის აი ეკლესიის გავლით, მოკლედ ხდება ცხება, ხო? ეხლა რა ხდება დემოკრატია, მოვიდა დემოკრატია, რესპუბლიკა, ხო? და ვინ არის ლეგიტიმაციის წყარო? ხალხი. და სად არის ეს ხალხი? აი ეხლა დღეს პრობლემა არის სწორედ ამ ხალხის არსებობა. სად არის ეს ხალხი? ადრე ხო იყო ეს ხალხი არის კულისებში. მე გეტყვი. საბჭოთა დროს იყო ეგეთი გამონათქვამი. ხალხი ციხეშია, იგულისხმებოდა ქურდები. კანონიერად. ეგ ხო არის ადრე ხო იყო რომ მიშას ხოს დაგვიჭერდნენ ქურდების ქურდული მენტალობის ხარდაჭერის. ის გამოს ზაზა ბურჯულაძე გამოჩენილი ქართული მწერალი გაიქცა გერმანიაში მიშას დროს. მაგიტომ ხო? ნუ რა ვიცი ესე ამბობენ. ზაზა, აი არსებობდნენ ადრე ღმერთი მმართველები. ფარაონი ღმერთი იყო ცოტა. არსებობდა ლუდოვიკო. მე-14 ცნობილი ფრაზა სახელმწიფო მე ვარ. და ეხლა არის ეს მომენტი, ხალხი მე ვარ. შეგო ამბობდი ხალხს. ხალხი მე ვარ. ხო, მოდი. ანუ იცი რა ვამბობ? სიამდვილეში, როდესაც ხალხი გამოვიდა, ვინ დაიწყო ხალხზე ლაპარაკი? ისტორიულადაც და ეხლაც ვინ ლაპარაკობს რა?
ყველაზე უმცირესობამ იაკობენამ დაიწყოს ხალხის ენით ლაპარაკი ყველას დახოცვა, ხო? ხალხი ამოწყვიტეს. ფრანგი ერის პირველი გენოციდი ვანდეაში. ვანდეაში მაგათი მოწყობილი. ნუ პირველი გენოციდი რამდენად არის? აი, ეს საკუთარი ხალხის. საკუთარი ხალხის ხო. პირველი გააზრებული გენოციდი. გააზრებული გენოციდი. ნუ ევროპაში შეიძლება. იქ თემურლენგსაც ჰქონდა თავი. ომები იყო მაინც. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ დღეს, როდესაც NGO-შნიკი გეუნებოდა, რაღაც 0.01% რომ არიან. ის გეუნა ქართული ხალხი მე ვარ. ამიტომ არანაირი ხალხი ესეთი რა, აი ფეოდალური ტიტულატურაა, არ არსებობს ხალხი, ხო იცი შენც. არსებობს რაღაცა სტატუსი, რომელსაც ვიღაცები მიიწერენ. ხო, მაგრამ არის ერთი მომენტი, რაც არის, როგორც აღმოჩნდა ხელისშემშლელი. ეს არის დემოკრატია. უბრალოდ პროცედურები. არჩევნები, ხმის მიცემა. საყოველთაო არჩევნები, რომლის უარყოფაც ძალიან რთულია. ჰილარი კლინტონს ერთხელ წამოწდა, რომ ტრამპმა გაიმარჯვა. მაშინ თქვა ესეთი ფრაზა, რომ ყველას არ უნდა კონდეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება, მაგრამ მე აღარ გაუმეორებია. ნუ ეს არის პრობლემა. ან რეალური პრობლემა ელიტიზმის, ლიბერალიზმის. მოდი ესე ვთქვა, ლიბერალიზმი თავისი არსით თუ ჩაუღრმავდებით, ხო? არის ელიტის რელიგია, ხო? ვოლტერმა რაც წამოაყენა, ესე იგი ვოლტერი რას ამბობდა, რომ შეიძლება ღმერთი არ არსებობს, მაგრამ თუ ჩემ მოახლეს არ ეკნება ღმერთი რწმენა, მან შეიძლება ყავაში ჩამიყვანოს საწამლავი, ამიტომ მას უნდა ჯეროდეს, რომ ღმერთი არსებობს. აქედან გამომდინარე, ნუ რუსოს სხვა პოზიციაზე. ნუ ინსტრუმენტალიზაცია რელიგიის ჩვეულებრივი რა. ანუ როგორ გამოვიყენოთ რელიგია. რასაც ემანუელ ტოლდი უწოდებს ზომბი რელიგიას, ანუ რელიგია როგორც იდენტობის მექანიზმი, თქვა ასე. და არა ცოცხალი რაღაც ფენომენი. მაგრამ საინტერესო რა არის? პრობლემა არის ის, რომ დღეს ლიბერალიზმი და დემოკრატია მართლა დაუპირისპირდა ერთი მეორეს. ანუ NGO-შნიკი ამბობს, რომ მე ვიცი როგორც უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, მაგრამ არჩევნები მაინც უნდა ჩატარდეს. სხვა მექანიზმი არ არის არ მოუფიქრებია, ხო? ძალაუფლების გადაცემის არჩევნები. აქედან გამომდინარე, არის კიდე მეორე მექანიზმი. რა მექანიზმია? თუ არჩევნები არ ჩატარდა სწორად, ანუ სწორმა ხალხმა თუ არ გაიმარჯვა, ესე იგი გაყალბდა. ხო, ეგ რუმინეთში ორჯერ მოხდა ეს ამბავი, არა? საქართველოში ხო დღემდე, ესე იგი ეს ჯენზი რო დგას იქ, რატო არ ცნობენ? იმიტომ რომ არ მოიგო სწორმა ხალხმა. მაგრამ არჩევნები მაინც უნდა ჩატარდეს და ის რომ აი რა გავაკეთოთ არჩევნების ნაცვლად, ეს მართლა სერიოზული პრობლემაა ყველასთვის. ეს არჩევნებს ვინც იგებს? გულისხმობ ტრამპს ამ შემთხვევაში. იქამდე ორბანს, რომ მინდა კონგრესსაც შევეხოთ მაგიტომ. კი ბატონო. აი რაღაც ხრივ აი ლიბერალების საწინააღმდეგოდ კი მომწონს, მაგრამ თავისთავად არ მომწონს ეს ხალხი. არჩევნები. არა ეს ხალხი. ეს ხალხი. ანუ ამ არჩევნებით ვინც მოდიან, ესენი არ არიან რაღაცა კეთილშობილი ტიპები, ესენი არ არიან სხვა ეთიკისა და ეთოსის ტიპები. ესენი არიან, რა ვიცი, ის ტიპები, რომელიც პრინციპში არ შეესაბამებიან იმ იდეალებს, რაც შეიძლება ფილოსოფიის მართველს ერქვას. გამოსანოს სტალინის ცნობილი ფრაზა, წერილთა კავშირის უსაქმნიდა. ვიღაცა მოკმაყოფილება გამოთქვა, ეს რა მწერლები არის და ნუ სხვა მწერლებიო მე თქვენთვის არ ამყავს. არიან ისინი, ვინც არიან და აი ესეთი ელიტები ყავს ისეთი პოლიტიკოსები, როგორებიც არიან. ხო? ანუ შენ თუ ელოდებოდი, რომ სხვა ვინმე თუ ელოდებოდა, რომ სხვა ეთოსის და სხვა თქვა ასე ეთიკის, სხვა ინტელექტუალური რესურსის პოლიტიკოსები მოვიდოდნენ, ასეთ პოლიტიკოსები არ არიან. მე ესე ვიტყოდი, რომ ეს ფორმაცია პოლიტიკოსების არის ისეთი, როგორიც არის. ოღონდ რას აკეთებენ? ყველა ძალიან კარგად გრძნობს, რომ ლიბერალური პარადიგმა ჩამოინგრა, ის ძველი ენა, უკვე შეგვიძლია ამას თამამად ძველი უწოდოთ, აი ლიბერალური დისკურსი აღარ მუშაობს და გადაეწყვნენ, ყველა გახდა კონსერვატორი. ყველა იყენებს, ყველა ლაპარაკობს ტრადიციულ ღირებულებებზე, ოჯახის დაცვაზე, ამა თუ იმ რელიგიაზე, რა რელიგიაც არის, დაუშვათ ქრისტიანობა ძირითადად, ხო? ანუ შეიცვალა манипуляციის ენა. ხო. აი ეს მოხდა. ხო.
იმიტომ აი ტრამპს რო უყურებ, ხო? ეხლა ნუ ქრისტიანობის გარდა ყველა ექსედია. პასაცილო რა არის ისი? მახსოვს, აი ერთ-ერთი პირველი თქვენ იყავით, მაგრამ ნუ ჩვენც ეგ ახალგაზრდობა მაშინ მაგ ნაცებს უპირისპირდებოდ მაგ ლიბერალურ პოლიტიკას ხან რაღაც კონსერვატიული პოზიციებიდან, ეკონომიკაში მემარცხენე პოზიციებიდან რაღაცა ის იყო, ბრძოლა იყო და მართლა რაღაცა ის იყო, იდეოლოგიურ ბრძოლაში ვიყავით. არ იყო ხალხი, ეხლა ესენი ვინც უკვე კონსერვატორობენ. რაღაცა დაგდებულად გელაპარაკებიან და ლიბერალს გეძახიან. ხო. არ უბძოლიათ ლიბერალისტთან. არა, მეჯერ არ მქონია ეგ შემთხვევა პირადად, მაგრამ აუ, ის სოციოლოგიაში არ ხარ, თორე? არა, სოციოლოგიაში არა ვარ, ხო, არასდროს არ ყოფილ ვარ. თორე? ხო. არა, პაპზე უფრო კათოლიკეები გასაგებია. ანუ გუშინ არცად არ იყვნენ, მაგრამ ეხლა უკვე ესეთი შემართული არა, გასაგებია, ხო, ნუ ლაპარაკობ ალბათ იმაზე, პროფესიონალ პატრიოტებზე. ძინარე ეს ვამბობ, ეს სწორედ იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენ ერთი რამე ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლიბერალური პარადიგმა დაინგრა. ან ინგრევა ეს ამას არ არის. ხო, მაგრამ ეხლა რა გაზრდიათ ლიბერალისტთა ბრძოლას? იცი რა მომენტი? ეხლა რომ ამ ლიბერალურ პარადიგმას ბევრი რამე გადაყვა. ხო. აი მაგალითად რეები გადაყვა მაგალითად ლიბერალური პოლიტოლოგია. ლიბერალური პოლიტიკური ფილოსოფია. მე არ გულისხმობ მარტო ფუკუიამას. მე გულისხმობ ისეთ გიანოდიას? ნუ გიანოდიაზე უფრო სერიოზულ ავტორებს. აი ესაა ბერლინი მაგალითად. ხო. აი ესაა ბერლინი, რომელიც ნამდვილად რომელმაც მართლა განსაზღვრა ბევრი რამე და განსაკუთრებით ნუ შეიძლება უფრო მეტიც, მაგრამ მე რასაც განსაზღვრა ეგ იყო პროექტის ერთ-ერთი ინჟინერი იყო. კი. და მე მგონია, რომ რამდენიმე ესეთი კონცეფტი შექმნა. იყო ძალიან მნიშვნელოვანი. თავისუფლების ორი გაგება მაგალითად, ტოლერანტობის კონცეფტი. ძალიან მნიშვნელოვანი ტოლერანტობის კონცეფტი, თავისუფლების ორი გაგება და ასევე როგორც განსაზღვრა მან რა არის პოლიტიკური რეაქცია. და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მისი წიგნი ჟოზეფ დემესტრის შესახებ. ძალიან კარგი წიგნი, რომელსაც დღემდე არ დაუკარგავს მნიშვნელობა. აქედან გამომდინარე, მე ესე ვიტყოდი, რითი თავისუფლება როგორც ყველაზე მაღალი ღირებულება. ეგ თვითონ ლიბერალებმა დაიწყეს ამის მაგრამ ორი გაგება თავისუფლების პოზიტიური და ნეგატიური. პოზიტიური, ხო და აქ არის არაღირებულებითი გაგებით, ხო? ხო, მაგრამ ეხლა იმას რო რა ქვია, რა ვიცი, ფაქტ-ჩეკერები და რაღაცები, უბედურებები რო იყო და როგორ გიბლოკავდნენ შენ რაღაც სტატუსებს. ეგ რანაირად იყო თავისუფლება? სად დაიწყო პრობლემა? მოდი ეს ვთქვა. სად დაიწყო პრობლემა? პრობლემა დაიწყო რა თქმა უნდა 70-იანი წლების ბოლოს, 80-იანი წლების დასაწყისში და ამ პრობლემას ქვია პოსტმოდერნიზმი. პოსტმოდერნიზმი, რომელიც აღმოჩნდა ის ჟანრი, რომელმაც შიგნიდან ჩამოშალა ლიბერალური პარადიგმა. ეს ბოლო ესეთი ჟანრი, რელატივიზმი, მეთოდოლოგიური რელატივიზმი, პოსტკოლონიალიზმი, რელატივიზმი და რაც თავარია ახალი ჯენდერული იდეოლოგია. ანუ შეიძლება ითქვას, რომ საბოლოოდ ყველაფერი დასრულდა პოსტმოდერნით და პოსტმოდერნმა შინაგანად ჩამოშალა ეს კონსტრუქციები, დიდი ნარატივები, თავისუფლების გაგება, ადამიანის უფლებებიც კი, ხო? შეგახსენებ, აი 70-იან წლებში დერიდამ დეკონსტრუქცია ჩაუტარა ამერიკის ცნობილ დეკლარაციას. დამოუკიდებლობის დეკლარაციას, ხო, დერიდას თავარი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი გრამატოლოგიური რა იყო, რომ ესე იგი დამწერლობა არის უფრო ადრე ვინემ სიტყვა. აქედან გამომდინარე, როდესაც ხელს ვაწერ, აი ეს ხელმოწერა ადგენს ფენომენს. და როცა ვამბობ მე ამერიკელი ხალხი არ არსებობს, მანამდე სანამ არ იქნება ხელმოწერა. ჯერ ხელმოწერა და მე ხდება ამერიკელი ხალხი. და სერიოზული კაზუსი იყო ამის და იურიდიულიც კი. ანუ
თერიდამ თავისი ევრისტიკული სოფისტიკით თვითონ ამას თავის თეორიას ამას უწოდებდა. ანუ შეიძლება ითქვას, რომ ეს პრობლემები წარმოშობს 70-დან 80-90 წლებში, მაგრამ მთავარი მომენტი რა არის? დღეს რა ხდება? რწმენა დაიკარგა. შენ აბსოლუტურად მართალი ხარ, როცა თქვი რომ აი დღეს არავის აღარ ჯერა. იმას ეხლა შენ გონიაო ტრამპს ჯერა რამის? არავის რაღაცის? არავის არ ჯერა. რაღაცა იქ ანგელოზები და თვითონ ქრისტეს იმით რომ სურათი რომ გამოცადა. აბსოლუტურად გეთახმები, უყურე არის, როცა ვამბობთ არავის არ ჯერა. იგულისხმება რომ მათ შორის არ ჯერა, არც არა მარტო ღმერთის, არამედ არ ჯერათ დემოკრატიის, არ ჯერა დამფუძნებელი მამების, არ ჯერა კონსტიტუციის. ისმის, ანუ ჩამოვიდეთ უფრო ქვევით. აი როგორც საბჭოთა კავშირში არავის აღარ ჯეროდა კომუნიზმის, დღეს ზუსტად არავის აღარ ჯერა ამერიკაში დეკლარაციის, კონსტიტუციის და ადამიანის უფლებების. აი ეს სიტუაცია. სხვაგან? არსა. აი ირანში არის ეს რწმენა, სწორედ ახლა შენ რო დასვეს შეკითხვა როგორ მოხდა. იმიტომ რომ ირანში ეს რწმენა არსებობს. ცოცხალი რწმენა არსებობს და ეს ცოცხალი რწმენა შერწყმულია პოლიტიკურ სისტემასთან. ეგ ცოცხალი რწმენაც მაინც და მაინც პოზიტიური ჩემთვის არ არის რა. არა, ნუ ეხლა მოგწონს, არ მოგწონს, ეხლა მე ჩვენ ხო როცა ირანულს გულის ხო ჩვენ ამაზე ვლაპარაკობთ, ჩვენ ხო არ გამოვდივართ იქიდან, მე რა მომწონს, რა არ მომწონს, ხო? ჩვენ ხო ეხლა იმიქიდან გამოვდივართ, რა ალტერნატივები იხსნება რა და იხსნება თუ არა ის ალტერნატივა. მე მიყვარს ძალიან სამეცნიერო ფანტასტიკა. განსაკუთრებით აი ცივი ომის პერიოდის სამეცნიერო ფანტასტიკა. აი კლარკს ვკითხულობდი ეხლა რა. შეკლი კლარკი კლარკს აქვს ესეთი ხედვა მომავალში 23 საუკუნეზე. ყვება და თავი გმირები როგორი ტიპები არიან, იცი? აი ნუ ბრიტანელი არისტოკრატები პრაქტიკულად ყველაფერი ცოდნეები, რომლის კოსმოსური ისინი არიან, მგლები არიან ესე ვთქვათ რა. ანუ თავგადასავლობა და აი ეს ინტელექტუალობა და არისტოკრატობა შერწყმულია. ეხლა ეს ფენომენი აბსოლუტურად გამქრალია. ანუ კლარკმა ვერ გამოიცო რომ ადამიანი დეგრადირდებოდა და არ შეინარჩუნებდა ამ კულტურულ სიმაღლეს რა. იმის თქმა მინდა რომ სად არის თანამედროვე არისტოკრატები, სად არიან? არ არიან. როგორი ხარ ყველა დროში არიან სადღაც და არა, არ არის აუცილებელია იყო არის პერიოდები, როცა არისტოკრატია არ არის. და არის ბარბაროსობის პერიოდი, ხო? აი მაგალითად რა ვიღოთ ну, მაგალითად ევროპის ევროპის ჩამოყალიბების პერიოდი ეს ეგრეთ წოდებული ბნელი საუკუნეები არ იყო მაშინ არისტოკრატია ჩამოყალიბდა ზუსტად მაგ პროცესში. თვითონ ევროპაში შეიძლება არ იყო, მაგრამ გაიქცა იქ ბიზანტიაში იყო და მერე იქ სხვაგან იყო. დაუშვათ ახლა სოფლიოში სად არიან? ну, აი ინდოეთი არის კასტურ სისტემაზე ისე მოწყობილი. ეგ არა არისტოკრატია. ну, ეხლა შენ არ მოგწონს, მაგრამ ინდოეთი დღემდე არის კასტური სისტემა. არჩინელები არ არიან. ჩინელებს ყავთ დაუშვათ ეს მერიტოკრატია თავიანთი. ხო, ამას ვერ ვიტყვი თუ არისტოკრატია, მაგრამ ინდური კულტურა დღემდე არის ორგანიზებული აი ამ სამ კასტაზე. იცი ვის დარჩა? ცოტათი, ანუ არ ვიცი რა დოზით, მაგრამ ნუ კულტურაში ეგ აშკარად ჩანს. იაპონელებს. შეიძლება არ ვიცი ხა იაპონურ თანამედროვე იაპონიას არ აი, მოდი დაუბრუნდით იმ თემას უნგრეთს რა. აი, შეიცვალა. სიმართლე გითხრა რა შეიცვალა, დიდად ვერ ხვდები. ანუ იმას რა გაუხარდა მეორე მხარეს რა ეწყნა, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში რაც გამოვიდა, თითქმის არა ჯერ არ ვიცით, მოდი ესე ვთქვა. განცხადებების დონით მე მგონია რომ დიდი არაფერი არ შეცვლილა. მე მგონია საერთოდ დღევანდელობას ეს ძალიან ეხება განსაკუთრებით მე ესე ვიტყოდი რატო ეხება, იმიტომ რომ ნიუზები ვრცელდება მეხსეულად. აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა დაველოდოთ მოვლენებს. უნდა ვიმსჯელოთ არა სიტყვებით და განცხადებებით, არამედ უნდა ვიმსჯელოთ პროცესებით. ხო? აი დავუშვათ თუ ეხლა მოხდება ისე რომ დავუშვათ რუსეთი აღარ მიაწოდებს ნავთობს უნგრეთს, იქნება რაღაც შედეგები. ხო, ეგ შეცვლის. აი ჩვენ უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ხო? ხანდახან ეს მოვლენა შეიძლება გამოჩნდეს 2 თვის მერე, 3 თვის მერე, 4 თვის მერე. 2023 წლის სექტემბრამდე ჩანდა, რომ უკრაინას შეეძლო რუსეთთან ომის მოგება და მოსკოვის აღება. მაგრამ 2003 წლის სექტემბრის მერე უკვე ეს პერსპექტივა აღარ არის. დღეს არავინ არ ლაპარაკობს იმას, რომ მოსკოვს აიღებს უკრაინა. ზელენსკი გამარჯვება თulis იმას, რომ რაღაცა უკრაინის რაღაც ნაწილი მაინც დარჩება დამოუკიდებელი.
ის ნაწილი რომელიც იქნება ოკუპირებული მას არ ცნობს ხო მაგრამ ის თუ რაღაცა ნაწილს შეინარჩუნებს ეს უკვე იქნება გამარჯვება ანუ გამარჯვების კონცეფტი შეიცვალა მაგრამ რითი შეიცვალა დამარცხებით რეალურად ფრონტზე არსებული რეალობით აქედან გამომდინარე არის თუ არა მადიარი მეორე ურბანი ან არის თუ არა მადიარი თქვათ ასე კონტრასტული მაგალითი რომ მოვიყვანო არის თუ არა მადიარი უნგრეთის მაკრონი ეს გამოჩნდება რამდენიმე თვეში 2 თვეში 3 თვეში 4 თვეში და ასე შემდეგ თუ ანუ შენ უკავშირებ რუსეთთან არა მარტო რუსეთთან მე მგულისხმობ შეძლებს თუ არა ის შეინარჩუნოს შეგნით რისი თქვა მინდა პოლიტიკური მეტნაკლება და ეს მომავლის პროექტი რა არის აი კონკრეტულად ძალიან ყოფი დონეზე რომ ესე იგი დაიყვანო ეს არის როგორ სივრცეში როგორ სამყაროში გინდა რომ შენმა შვილმა იცხოვროს და შენმა შვილიშვილმა ნუ დღეს ზრუნავ იმისთვის რომ შენმა შვილიშვილმა იცხოვროს პირობითად კომუნიზმში დღეს მე მგონი აღარ ზრუნავს არის შვილებზე და აღარ შვილიშვილებზე რა პროექტებია რა უნდათ არა ხო ეს ამაზე მე შეიძლება ბევრი მსჯელობს რომ ევროპის ბიუროკრატიის უდიდეს ნაწილს შვილები არ აქვს კი ეგ საინტერესო მომენტია ხო გვაქვს თუ არა მომავლის სურათები ხო ეს ძალიან საინტერესო თემაა იმიტომ რომ აი ვინ არის მაგალითად წარმოიდგინე შენ შვილთა შვილი აი რა სისტემაში ცხოვრობ ვინ არის რა მომავლის სურათი მაინც კიდევ უფრო სერიოზული რაღაცაა დავუშვით აი 20-იან 30-იან წლებში მომავლის სურათი იყო კომუნიზმი ხო ამასთან დაკავშირებით საწინააღმდეგო მხარეს მომავლის სურათი ჰქონდა 40-იან წლებიდან ჩამოყალიბებული იყო ესეთი ღია საზოგადოება ხო 1945 წელს კარლ პოპერმა დაწერა თავის წიგნი ღია საზოგადოება და მისი მტრები 92 წელს ახლა ნუ ფუკუიამა თლა დებილი არ იყო რომ დაწერა ისტორიის დასასრული მან ჩათვალა ისე როგორც ბევრმა ჩათვალა რომ ლიბერალურ დემოკრატიას კომუნიზმის მარცხის შემდეგ და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ალტერნატივა არ აქვს ჩვენ ეგარ უნდა მოგვივიდეს ჩვენ არ უნდა ჩავთვალოთ რომ ეხლა რაღაცა ესე რაც ფუკუიამამ ჩავთვალა რომ სულ ლიბერალიზმი მორჩა უბრალოდ საბჭოთა სისტემა მორჩა და ლიბერალიზმი ალტერნატივა არ აქვს არავის უყურე ჩვენ ეხლა ვართ რა სიტუაციაში მე ამას შევადარებდი ალბათ აი წარმოიდგინე რომის იმპერია ინგრევა იყო თუ არა ეს ცნობიერება მაშინ აი ეს კატასტროფული რა თქმა უნდა იყო ესეთი ცნობიერება გაიქცეოდი რა ბიზანტიაში არა კაცო მე 400 წელზე გეუბნები 400 წელზე გეუბნები როდესაც ესე იგი აი იუსტინიანემდე პერიოდი გაიქცევი აღმოსავლეთ იმპერიაში და დასავლეთ იმპერია ინგრევა გაიქცევი აღმოსავლეთ იმპერიაში მაგრამ მაშინ ხო არ არის ესეთი მომენტი არა ეს იმპერია აღიქმება როგორც ერთიანი ფენომენი ხო აი გავხსენოთ ნეტარი ავგუსტინეს გენიალური წიგნი საიდანაც იწყება საერთოდ პირველი დასავლური ისტორიის ფილოსოფია არის De Civitate Dei ხო და რითი იწყებს ავგუსტინე ამ წიგნს ქრისტიანობის გამართლებით და რას ემართლებია რაში ადანაშაულებენ ქრისტიანობას რომ ქრისტიანობამ დაანგრია რომის იმპერია რომ იმპერიული წესრიგი დაანგრია ქრისტიანობამ მთელი ეს ვეებერთელო წიგნი ეძღვნება ამას და ნუ მე ისე მოხდა რომ პირველი 50-60 გვერდის შემდეგ როდესაც მეტნაკლებად ეხლა რატომ იმიტომ რომ იმპერია არის წესრიგი იმპერია და წესრიგი ერთ და იგივეა იმპერიის ადამიანისთვის თუ წესრიგი ინგრევა სამყარო მთავრდება გესმის ამ აზრით ესე იგი მე არა მარტო უნდა გავამართლო ქრისტიანობა იმპერიის ლეგიტიმაციას უნდა მოვახდინო აზრობრივი მაგრამ უნდა ვაჩვენო რომ რაღაც არის უფრო მნიშვნელოვანი ვინემ იმპერია რა არის ეს არის Civitas Dei ანუ უფლის ქალაქი ну ეს ხო ქრისტიანია და უფლის ქალაქი არ არის ეკლესიას არ ემთხვევა არის Civitas Dei Civitas Terrena ყველაზე უფრო დიალექტიკური და დღემდე მნიშვნელოვანი რასაც ავგუსტინე ამოს არის ეგეთი ადამიანს შეიძლება ეგონოს რომ არის უფლის ქალაქში და სინამდვილეში იყოს მიწიერ ქალაქში და ბევრი ვისწვლის რომ არის მიწიერ ქალაქში სინამდვილეში უფლის ქალაქია აი საბოლოოდ როდესაც ღმერთი მეორეჯერ იესო მეორეჯერ მოვა მაშინ გაირკვევა ვინ სად არის
ანუ მაგრამ თუნდენ სოფელს უნდა ბოლო მოეღოს, მაშინ მიიღათ ყოს მათი საქმე. ვინ სადღა იყოს, როგორც იტყვის ბარათაშვილი. ანუ მიწერი საქმეები წავიდა და უნდა შეფასდეს რაღაც სხვანაირად ეს ყველაფერი. აქედან გამომდინარე, აუგუსტინემ მოგცა ეს მატრიცა. რა მატრიცა მოგცა? ისტორიის სუბიექტი არის ღმერთი, მაგრამ ამავე დროს ისტორიის სუბიექტივი არის აი სუფლის ქალაქი, რომელიც პილიგრიმობს, მსხემობს მიწიერ ისტორიაში და მიწიერ ისტორია რა არის? ეს არის აღელვებული ზღვა. იცი რა არის? რასაც მიხსნი, ჩემთვის გასაგებია. ხო. არა, მე არაფერს არ გიხსნე. მე უბრალოდ მსმენელის წინაშე წარმოვაჩენ კიდევ ერთ თეორიას ისტორიის შესახებ. ეს არის მინდობა რაღაცის მიმართ. მათის მიმართ. მაგრამ რას გეუბნები და უკვე? ეხლა შენ რასაც რატომაც გამოიყენე ჩემი წარმოდგენით. არის რომ მოდი მივანდოთ არა, ღმერთს. მე არაფერს არ ვამბობ, მე არაფერს არ უმტკიცე, მე ვამბობ რომ არსებობს თეორიები. ყველა როგორც ბოლამდე იტყოდა, каждая теория стоит другой. მოდერნული ადამიანი ხო ხარ? მე ვარ პოსტმოდერნული ადამიანი, ამიტომ მე ვამბობ რომ აი ყურე ქრისტიანობა მეტაფიზიკაა, მაგრამ ასევე მეტაფიზიკაა ლიბერალიზმი, ასევე მეტაფიზიკაა კონსერვატიზმი და ყველა თეორია ერთმანეთს უდრის. თეორია სად არის შენი რწმენა? სადაც არის საუნჯე შენი, იქ არის გული შენი. ამის თქმა მინდა. მე ქრისტიანი ვარ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საჯარო სივრცეში, როდესაც ჩვენ ვჯელობთ, მე მოვიყვანო ქრისტიანული არგუმენტაცია. მე მომყავს ლოგიკური არგუმენტაცია. ხო, მაგრამ აქ დახი ეს რო ქადაგება რო იყოს, მე ვიტყოდი რომ ქრისტე აღდგა და შემეწყოდი ჭეშმარიტად, მაგრამ რადგანაც ეს ქადაგება არ არის, ჩვენ ვჯელობთ ლოგიკური არგუმენტაციის მეშვეობით. დახი მოდერნისტული ადამიანი მარქსი ავიღოთ რა. არ თვლიდა რომ მოდერნის ადამიანს წამს პროგრესის, პროგრესიდან. ამის გარეშე მოდერნის ადამიანი არ არსებობს. პოსტმოდერნის ადამიანი არის სწორედ ადამიანი, რომელსაც ყველაფერი შეიჭვებარება, მათ შორის პროგრესშიც. მოდერნის ადამიანი არის მომავალზე ორიენტირებული. მას აქვს მომავლის პროექტი. აი ეს არის ძალიან მომავალს ელაპარაკება. კი, არა მარტო კომუნიზმი ელაპარაკება მომავალს, მათ შორის მომავალს ელაპარაკება მოდერნის კონსერვატორიც. ისიც ამერიკა მისთვის არის დროში გაგრძელებადი და აი შვილი და შულთაშვილი ამაზე ფიქრობს. დავუშვათ ხო? აი დავუშვათ რომ ავიღოთ უოლტ უიტმენის პოეზია, ის ლაპარაკობს ამ ერთიან სხეულზე, რესპუბლიკის ერთიან სხეულზე, მას აქვს ამის რწმენა, რომ მომავალი არსებობს. ისევე როგორც დავუშვათ შეგვიძლია, აი პირველი ვინც ამაში ეჭვი შეიტანა და ააგო ისტორიის ახალი მოდელი ციკლური და ცივილიზაციები ერთიანი ისტორია ცივილიზაციების ისტორიები დაიყვანა. იყო სწორედ ჩვენი საყვარელი ოსვალდ შპენგლერი, რომელმაც დაწერა ეს თავის წიგნი ზუსტად პირველი მსოფლიო ომის დასასრულს. ანუ უბრალოდ დაინახა ამ ომის შედეგი. ანუ ესე იგი მომავლის ინჟინერიას აზრი არ აქვს. იცი რა არის, მოდი ესე ვთქვათ რა, მომავლის ინჟინერია ის მიზანი ამერიკელებმა ხო შექმნეს ასე, მოდი ესე ვთქვათ, აი მომავალმა ამერიკელებმა, აი მეიფლაუერით ვინც ჩავიდა იქ რა ქვია, ხო შექმნეს ეს ქვეყანა. მათ ხო ქონდათ ეს city on the hill, ხო ქონდათ ეს პროექტი. დღემდე ხო მაინც არსებობს არა, დააპგრეიდება უნდათ ხო, make America great again. ხო ეს ხო რას გვეუბნება რომ აი ეს დიდი ამერიკული მოდელი, რომელიც იყო რელიგიური მოდელი იყო. ხო, რა თქმა უნდა, ეგ რელიგიური მოდელი. ეს უბრალოდ ჩვენ მე ბოკერიას და რამიშულს 1991 წელს ეს არ გვისმოდა. ჩვენ გვეგონა ხო რაციონალური, აი რელიგიურ მდგენელს ვერ ვხედავდით ამერიკულ პროექტში, გესმის? რაც რა თქმა უნდა დიდი შეცდომა იყო. ხო, მაგრამ მაშინ გამოზიო სხვის ისტორიაში ვართ რა. და ჩვენი ისტორიის ანუ კარგია. აქედან გამომდინარე. აბსოლუტურად გეთეხმები. აქედან გამომდინარე, ის გამომდინარე. აბსოლუტურად გეთეხმები. ეს ანუ მე მარტო ბოროტ განზრახვაში კი არ არის საქმე, რომ აი მეხუთე კოლონა, NGO-ები, რაღაც რა თქმა უნდა. ესე იგი, ოღონდ რა არის ახლა? ჩვენ მაშინ აი მესე ვიტყოდი 91-92 წლებში, მეც მათ შორის გარკვეულ პერიოდამდე და ჩემთვის ეს კრიზისული მომენტი, სადაც გადატეხა მოხდა ის იყო 1999 წელი იუგოსლავიის სერბეთის დაბომბვა. სადაც აი მე როიწმან ლიბერალიზმი მე ვიყავი მანამდე ჭეშმარიტი ლიბერალი და შემერყა რწმენა, მაგრამ მე ესე დარამატომე ჩვენ ესე წარმოგვიდგინე იმ თაობის ადამიანებს, რომლებიც ჩამოყალიბდით საბჭოთა პერიოდში და არ მოგწონდა საბჭოთა კავშირი და მე ესე ვიტყოდი ჩვენ ვიყავით ამერიკის ხმისზე გაზრდილი თაობა. ხო
ხო? რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ გვეგონა, რომ ეს არის არა ამერიკული მოდელი, არამედ ობიექტური მოდელი. ისმის, რომ აი, როგორც მაგალითად არ დამოუწდება ღმერთი განიცდოს იმ ლადოხანო შტაინბერგის შესანიშნავი ეს იყო უბრალოდ დამცველი თბილისელი, ის მეუბნებოდა, რომ აიო პითაგორას თეორემაო და მენდელეევის სისტემაო ეს ობიექტური არისო, ასევე ობიექტური ადამიანის უფლებებია. ხო. ანუ ეს იყო არა ამერიკული მოდელი, არამედ აი ზუსტად უყურე, ანუ ფუკუიამამ თავისით კი არ ეხლა იბატონო ვაკრიტიკო ტესტინგი, მაგრამ ეს მისი რაღაცა სუბიექტური ხედვა კი არ იყო, ბევრი ვიზიარები. ყველა იზიარებდა მაგას. ძალიან ბევრი. ერთადერთი სამყაროს ხედვა იყო მე შემიძლია ახლა გითხრა, ოღონდ ეს მე დავინახე, ერთადერთი ალტერნატივა, შეიძლება მეტი იყო ეს ალტერნატივა, მაგრამ ერთადერთი ალტერნატივა ფუკუიამას იყო ემანუელ ვალერშტაინი, რომელმაც აი დაახლოებით 2 წელიწადში დაწერა წიგნი ავტოლიბერალიზმი, სადაც მან აჩვენა, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევით ინგრევა ლიბერალური პარადიგმაც. ხო, იმიტომ მაგრამ მის მასში ჩვენ ვერ კონკურენტული გარემოში და ის მეორე კიდე ძალიან მნიშვნელოვანი მეორე მოდელი კატასტროფული ჰანტინგტონის ცივილიზაციათა შეჯახება. მაგრამ ეს პროექტი იყო უფრო რა. გამართლება იყო ამერიკის საგარეო ჩარევის. ხა არანაირი ცივილიზაციური დაპირისპირებები მაშინ არ არსებობდა. მაგრამ იცინას არ მეტყოლა. და ზუსტად აი მე გეუბნები იმ წიგნში რა არის მნიშვნელოვანი, მე მეორეჯერ გადავხედე სტატიას ოღონდ. ჯერ ერთ სტატია. იქ ეს დაპირისპირების ხაზი სად გადის? უკრაინაზე. და სად რა უპირისპირდება იქ ერთი მეორეს? ძალიან შემაწუნებლა და მართლა ესე მოხდა. ჩემი კონფესიური ჩემი გრეკო-კათოლიკეები, ანუ არსებობენ ეგრეთ წოდებული უნიატები უკრაინაში. და სწორედ უნიატებზე გადის ეს წინააღმდეგობის ხაზი ჰანტინგტონის მოდელში. რასაც მე საერთოდ ვერ წარმოვიდგენდი. ჯერ იმაში ათეისტი ვიყავი და არ მონიჭებდი რელიგიასაც მნიშვნელობას, მაგრამ აი მოდელს რომ ნახავ, აი დაპირისპირების ხაზი რუსეთსა და დასავლეთს შორის არის ზუსტად უკრაინა და ზუსტად გრეკო-კათოლიკეები. ჩვენ სადა ვართ? ქართველები. ჩვენი ისტორია სად არის? მე ვიცოდი იმ თეორიაში რა, ჰანტინგტონის თეორიაში. სად არის საქართველო? რუსულ-სლავურ ცივილიზაციაში ჯვარსლავები არა ვარ. არა, ჩვენ ვართ უნიკალ. არც ევროპელები არა ვართ. არც აზიელები არა ვართ. რა თქმა უნდა. ვიღაცები, ანუ მე შევეკითხე ერთს. აი ვამბობთ რომ კავკასიელები ვართ. აი კავკასიაში მითხარი. ვის მენათესავი? ვის მენათესავი? არავის. აი თუნდაც ენობრივად არა. თუნდაც ცივილიზაციურად. ენობრივად არა. იუგოსლავია. ერთი ენა იყო. ერთი ვიციავ ერთი წარმომავლობის ხალხია. მაგრამ სხვა ცივილიზაციური სხვა რელიგიის და კონფესიის. არა მარტო ცივილიზაციური განსხვავება იყო მანდ უკვე. და იმპერიული. ეხლა რატო? ზოგი იყო ავსტრია-უნგრეთში, ზოგი იყო თურქეთში. ისინი ებრძოდნენ ერთმანეთს. ეხლა შენ, ჩეჩენი, ჩერქეზი, რა ვიცი, დაღესტნელი, აი რანაირად ახალ ერთი და იგივე უბრალოდ იმამ ამის. ანუ ახლა ენობრივი თვალსაზრისით აი დავიწყოთ იმიტომ რომ იბერიულ-კავკასიური თეორია არ დამტკიცა. არ დამტკიცდა ხო. არსებობს ქართველურ ენათა ოჯახი, კავკასიურ ენათა ოჯახი და ეს არის სხვადასხვა. და კავკასიაშიც ორი ენათა ჯგუფი არის. და იქაც სინო-კავკასია და ასე გამოიყოფა იქ. მაგრამ ასე თუ ისეა ქართველური ენათა ოჯახი გულისხმობს 4 ენას და მურჩა. ანუ ჩვენ ვართ აი ნოსტრატული ენობრივი ოჯახები რო ავიღოთ 6-დან 1. კაი, ენათა ფაქტორი გამოირჩევა. რელიგიური ფაქტორი. ეთნოგენეზი. რელიგიური ფაქტორი. რელიგიამდე მოდი ეთნოგენეზი ვთქვა. აი, ეთნიკურად თუ არის ჩვენი ეთნოსი როგორ ჩამოყალიბდა. ნუ რა თქმა უნდა, ვაინახურმა ტომებმა მიიღო ჩვენს ქართულ ეთნოსის ჩამოყალიბების მონაწილეობა. და ამაზრით ვენათესავებით. ჩეჩნებზე და ინგუშებზე მაქვს ლაბორატორია. მაგრამ ერთ-ერთი ელემენტია ეს, არა ერთ-ერთი ელემენტია. რელიგიური თვალსაზრისით. რელიგიური თვალსაზრისით არის ესეთი სიტუაცია, რომ არ ჩეჩნებს, არა, რა თქმა უნდა, ეხლა ერთადერთი ვისაც შეიძლება ოსები აიღო. იქაც საკმაოდ რთული სიტუაციაა, იმიტომ რომ წარმართული ელემენტები დღემდე. სამხრეთში, სომხეთია, ქრისტიანულია, მაგრამ სხვა მიმდინარეობის არის. საერთოდ ქართველი და სომეხი არსებობს იმიტომ, რომ რომის პაპმა გრიგორი პირველმა როგორც აღმოაჩინა მიხეილ თამარაშვილმა, როდესაც კირიონ პირველს აღეძრა ეჭვი კათოლიკოსს, რომ რაღაცა ვერ არის საქმე კარგად, მონოფიზიტობასთან დაკავშირებით, რომის პაპს გრიგორი პირველს მე-7 საუკუნეა გაუგზავნა წერილი. კირიონის წერილი არ არის აღმოჩენილი, მაგრამ სამაგეროდ
მიხეილ თამარაშვილმა აღმოაჩინა და თარგმნა გრიგორი პირველის წერილი კირიუნისათვის. წამოსვლა თქვენ ხართ მართლმადიდებლებიო და ისინი არ მწვალებლებიო. ამის შემდეგ ხდება გაყოფა. ანუ რომმა დაღუპა საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობა. მე ესე ვიტყოდი. ასე რომ კი ბატონო, მთელი ჩვენი დაპირისპირება ქართულ-სომხური აქედან არის. ეს არის მე ესე ვიტყოდი, შიდა კონფესიური აღარ ქვია მაგას. ეს არის ასე ვთქვათ, ჩვენ ვართ მართლმადიდებლები და ისინი არიან მონოფიზიტები. არც ლათინური დამწერლობა გვაქვს, არც კირილიცა არა გვაქვს. ხო. აბსოლუტურად სხვა დამწერლობა. ნუ მე რომ მასშტოცმა მოგცა როგორც ამოვიდა. ხო და აი რაღაცნაირი მდგომარეობა, ანუ იმ თეორიულ ბაზებში იდენტობა სად არის ჩვენი იდენტობა. იმ თეორიულ ბაზებში რაც არსებობს, ვერცად ვერ ჯდები. ხო, ეს აი როგორ გითხრა? ადრე ქონდა ეგ მითი. ქართლოსიან ეს თარგამოსიანების მითი ქონდა, მაგრამ მაშინ პოლიტიკური ამბიციები ქონდა. რომ შენ ირგვლივ გაერთიანებდი, მაშინ რელიგიურად ერთი იყო პრინციპში, ნუ წარმართული ელემენტი კი იყო, მაგრამ იცი რა არის ქრისტიანული ელემენტები იყო. ნუ კრე ჩემი აზრით მან არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რაც დღეს ძალიან სათუო კი არა, როგორ გითხრა, ეს წარსულს ჩაბარდა, მაგრამ ნუ ეხლა იმდენი რაღაცა ამოყვითა წარსულიდან, რომ მოკლედ, ყოველ შემთხვევაში მე შემიძლია ეგეთი რაღაც თქვა, რომ სადღაც მე-18 საუკუნემდე მოაზრება ხდებოდა მონარქიული დინასტიური ნარატივის მეშვეობით. ჩვენი იდენტობის, ხო? ანუ ბაგრატიონების ტახტი რა არის საქართველო, ხო, ქართველი რა არის? ქართულად ფრიადი ქვეყანაა აღერაცხების, რომელსაც ჟინა, ჟამი ქართული და ენითა შეიწერვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების და მე კვეთენ და მე გრძელდება, ხოლო კირილ ელეისონ ბერძნულად წარმოითქმის. ანუ ეს არის ლიტურგიული განმარტება, ხო? ანუ ქართველი არის ვინც ქართულად წირავს. ლიტურგიას ვინც ატარებს ქართულად. და ერთი კარგი მაგალითი 70-იანი წლები. აკაკი ბაქრაძეს მოუვიდა ეგეთი ისტორია თვითონ აქვს ჩემთვის მოყოლილი. 70-იანი წლები არის მესხეთში. და ორი კაცი ჩხუბობს რა, საშინლად ჩხუბობს, აი მალე იგი შეიძლება დახოცონ ერთმანეთი. ჩხუბი რა თქმა უნდა ქართულ ენაზეა და გავედიოდა ხალხო აქ ცხონიათო კაცო ორივე ქართველები არა ხართო და უცებ ერთმა გამოიხედა და არავე ჩვენ ქართველები არა ვართო მე ფრანგი ვარო და ესო სომეხიო. ანუ რა თქვა რომ მე კათოლიკე ვარ და ეს გრიგორიანი, ხო? ანუ სომეხი, ანუ ქართველი ნიშნავს რწმენას ჯერ კიდე ამათთან, ხო? ძველადაც ეს იყო. ანუ ქართველი ეს არის რწმენა. ვინც ქართულად წირავს ჟამს, ის არის ქართველი. ანუ ეგ ვინც სომხურად წირავს, ის არის სომეხი. ისმის? მაგრამ ეს მოდელი მე-19 საუკუნის რატო ვეძახით ილია ჭავჭავაძეს ერის მამას? ხო? მამას ვეძახით, იმიტომ რომ მოგცა იდენტობის ახალი მატრიცა. მამული ენაც არწმუნოება. ხო? თურმე ეს ქართლის ცხოვრებაო, კითხულობდიო და მეფეთა ისტორია არის, ხალხი არ წეჭავს. ხო? ეს არის მისი, ეხლა ნახე ძალიან საინტერესო, შენ ეხლა ისტორიკოსი ხარ და ნახე ეხლა უყურე რა საინტერესო რაღაცაა. ვახუშტის წიგნი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა. და ივანე ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია. 100 წელი გავიდა და პარადიგმა შეტრიალდა. იქ არის სამეფო, აქ არის ერი, სამეფოს მაგივრად. აი ეს არის. და აქედან გამომდინარე, მაგრამ ეხლა რა მომენტია, უყურე, ჩვენ ხო არსებობს ეგეთი ტერმინი, არა, ეთნიკური ნაციონალიზმი და პოლიტიკური ნაციონალიზმი. პოლიტიკური ნაციონალიზმი აქ ევროპას, ხოლო ბარბაროსულ ჩამორჩენილ ხალხებს, ჩვენ სომხებს, თათრებს და ასე შემდეგ გვაქვს რა, ეთნიკური, ნუ დებილები ვართ. აღმოჩნდა ეგრეც არ არის. ანუ იქაც საქმე ძალიან პრობლემურია ევროპაში, იქაც სხვადასხვა ტიპის პუჩდემონებმა უკაცრავად კალამბურისთვის ლაპარაკი არა დემონი რომელიც პუჩისგან იბადება, არამედ მისი რა კატალონიის ყოფილ იმაზე ლიდერზე, პოლიტიკურ ლიდერზე პუჩდემონზე. ხო და იქაც თურმე თუ აი ეს პარადიგმა ინგრევა ნაციონალური, ლიბერალური დემოკრატიული, ანუ ნაციონალური, ხო, სადაც ნაცია არის ისტორიის სუბიექტი. ყველაფერი ხდება ყველაფრის ატომიზაცია. ისმის? მაშინ გამოდის კონსერვატიული პროექტი, ესა პოსტმოდერნული პროექტი. იცი რა, მე ესე ვიტყოდი, ანუ თუ კონსერვატიზმს ჩვენ შევხედავთ მხოლოდ პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს არის ლიბერალური პარადიგმის ნაწილი. მაგრამ თუ ჩვენ მართლა ვლაპარაკობთ ქრისტიანობაზე, როგორც ზეპოლიტიკურ ფილოსოფია და
ეთიკაზე. როგორც ზეპოლიტიკურ მოძღვრებაზე, როგორც თქვა ასე, როგორც არაუბრალოდ სამყაროს ჭრეტაზე, ხო, ვერთან შაუნს, რასაც უწოდებენ, არამედ ექსისტენციალურ განზომილებაზე, ტრანსცენდენტურზე, ხო, ეს სხვა რაღაცაა. მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით მე მგონია, რომ კონსერვატიზმი არის ასევე ლიბერალური პარადიგმის ნაწილი. მოკლედ ხალხი უარს ამბობს პოლიტიკურობაზე? არა, უარი რა არის. ამ კონცეფციით. აი უარი პატრიარქი რო გარდაიცვალა, 5 დღის განმავლობაში მილიონი, არ ვიცი რამდენი იყო, მაგრამ მე რასაც უყურებდი, ესე იგი, ორი ომი მიდის და ჰედლაინებში, მსოფლიო ჰედლაინებში, ეს იყო ნიუზი რამდენიმე დღის განმავლობაში. ხო, აი ეს იყო მართლა, აი ფაქტი ისეთი რაღაცის, რომელმაც გამოაჩინა. ერთი მხრივ ბევრი ამბობდა, რომ აი ეს არის რეფერენდუმი და რეფერენდუმზე მეტი. მაგრამ მეორე მხრივ მე ესე ვიტყოდი, რომ ეს რაღაცნაირად ეს 5 დღიანი მსხენობა იყო რაღაცა ქართველი ერის პილიგრიმობა დროსა და სივრცეში. ეხლა ერთს ვამბობ, მაგრამ შეიძლება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რამეა, არა? ანუ ქართული კულტურა, რომ დროსა და სივრცეში განფენილი. პილიგრიმობის ელემენტი იყო ნამდვილად. ხო, და ამაში ეს მომენტი იყო და მე დავინახე, რომ აქ არის უფრო მეტი ვინმე პოლიტიკა. აქ არის თან ახლა გაითვალისწინე, უყურე, არის რაღაცა ისეთი მომენტი მნიშვნელოვანი, ხო? თან ეს არის ექსტენსიური მომენტი, ხო? გარდაიცვალა პატრიარქი. ეს ძალიან 200 წელი ეს რამე არ ყოფილა. იმიტომ რომ 100 წელი პატრიარქი არ ყოფილა, მერე კირიონ მეორე იყო 100 წლის მერე, მაგრამ არავინ ესე არ დაუსოფლავებია. ესეთი მასშტაბურობა. ესეთი რაღაც არ ყოფილა, ხო? ნუ ჯერ ერთი ახლა 48 წელი თან ამდენი რაღაცა მოხდა, მაგრამ ამ ყველაფერში იყო რაღაცა უფრო მეტი, ვინემ არის აი ეს ისტორიული ახლანდელი მომენტი. აი გოგა ხაინდრავო კარგად თქვა, ეხლა აი წარმომიდგენიაო, როგორ დაიხოცე ის 100.000, ეხლა გეთქვა ამ ხალხისთვის, რომ პატრიოტზე რამე ცუდი თქვიო, ხო? შეწირავდა, ხო, არის რაღაცა მომენტი, როდესაც საზრისი უფრო მნიშვნელოვანია, ვინემ სიცოცხლე. და ამიტომ ამბობ იმას, რომ საზრისი არის ადამიანის მაწარმოებელი. მან შეიძლება საზრისის გამო თავი გაწიროს. ხო, მაგრამ ეს არის ტრანსცენდენტური. ნახე, ეს ანუ აკუმულირება პოლიტიკაში ვერ მოხდება მაგის. იცი რა არის, არავინ არის ის, როგორ ხდება ამისი აკუმულირება პოლიტიკაში. არასოდეს არ უნდა დავიწყოთ ის სიტყვები, რა მორწმუნეები ვარ თუ არა, რომ მიეცეთ ღვთისაღმერთს და კეისარს, ანუ პოლიტიკა და რელიგია, მაგრამ რაღაც მომენტში ხდება აკუმულაცია პოლიტიკაში ასეთი ღირებულებების. იცი რა არის, თუ ჩვენს ყოფა ცხოვრებას და პოლიტიკა ყოფა ცხოვრების ნაწილია, არ აქვს რაღაცა ფუნდამენტი, მაშინ კედლების აშენებისთვის ყოველი შრომა დახარჯულია, ხო? ანუ მე პირდაპირ არ ხდება ამის კონვერტაცია, მაგრამ არაპირდაპირ ხდება, მე ესე ვიტყოდი. აი კეთევანმა რაც გააკეთა, ხო? აღმოჩნდა, რომ თურმე ეს ძალიან კეთევან წამებულმა დაიცვა თავისი რწმენა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამასობაში გადაარჩინა ჩვენი იდენტობა. ეს არ იყო მისი მიზანი. მისი მიზანი იყო საუკუნო სიცოცხლის მოპოვება, მაგრამ ისე დაალაგდა ყველაფერი, რომ ამ რამდენიმე წელიწადში პროტესტანტმა ანდრეას გრიფიუსმა დაწერა ტრაუერშპილ ბაროკალური დრამა ეკატერინე ქართველიანი გაუტეხელი სიტყვით. ანუ ზოგად ქრისტიანული მოვლენა გახდა. კათოლიკეებმა წამოიღეს მისი წმინდა ნაწილები და დღეს ორივე ეკლესიის წმინდანია, როგორც კათოლიკურის, ასევე მართლმადიდებლურის, კეთევანზე ვამბობ. აი ლისაბონში რო შეხვალ კათედრალში მისი ფრესკა არის, არა, მე მგონი ძირითადად დაგჭა. ნანახილაკ ეს მომენტი. ხო და რას ვამბობ, ანუ ეს ფრესკა ძალიან იმოქმედა ჩემზე. ლისაბონში რო ვიყავი, ხო და რის მომინდა რომ არის, აი რაღაც ხდება ხოლმე ესეთი რაღაცეები. ზაზა, აი რეცეპტი არ ბოლოსკენ მივდივართ, ვასრულებ უკვე და რეცეპტი არ არსებობს ამის. აი ჩემ პროგნოზს გეტყვი. დაახლოებით უეთანხმები. ეს კონსერვატიული მოძრაობები, რაც ახლა აღმოცენდა ტრამპისთან ერთად და ორბანესთან ერთად რა. ჩემი წარმოდგენით კრახისკენ არის განწირული და რატომ არის კრახისკენ განწირული? იმიტომ რომ ნუ ეს მარკეტინგულად და რა ვიცი პროპაგანდის თვალსაზრისით ძალიან ბევრი რაღაცა მიიღო, აიღო კონსერვატიული ელემენტი, მაგრამ შინაარსობრივად ის არასდროს არ ყოფილა ესეთი. შინაარსობრივად ის იყო რაღაცა ლიბერალიზმის უკან დაბრუნების ცდელობა. საწყის გადათამაშების და რაც თავარია რა. აი რაღაცა აკლია რა, მაგ პროექტს რაღაცა მნიშვნელოვანი აკლია, აი შინაგანად არ გჯერა, ხო? არ მარტო აი რაღაცა
ის ნიშნულოვანი ისტორიული ძალა აკლია. მე მეგონა მე დაახლოებით როგორ წარმოვედგინე იცი რომ აი კონსერვატიულ მაგ შემოbrunებას მოყვებოდა მართლა ფილოსოფოსების და მართლა ვიღაცების რაღაცა დომინაცია წინ წამოწევა ინტელექტუალური რაღაც სიოცხლეც გაღვიძება. ამის ნაცვლად ხედავ აბსოლუტურად ესე იგი აი ბოდიში იმისთვის მაგრამ ნარიმანის მრევლის მსგავს ტიპების ესე იგი ბატონობს საწყალი აი ყველაზე ესე უვიცი ტიპები ყველაზე აგრესიულები არიან და უვიცი ტიპებმა ამოუცვა ტიპებმა დაღუპეს ადამიანი ხო ესაც ეს ხო ნუ იცი რა არის მოდი მაინც ახლა რაღაცა კაცი გარდაიცვალა რაღაც მაინც არ მინდა ესეთი რა გაზგან როგორ გითხრა რაღაცა მაშინ განსაზღვრობინ არის და რა არის რა თქმა უნდა. ჩვენ არ შევეხოთ მას, მაგრამ თვითონ ესეთი ფენომენი მოდი ესე თქვა, რომ არის ტრაგიკული ამბავი. თავისთავად ეს ტრაგიკული ამბავია. რა თქმა უნდა, ნუ რაღაცა ერთ მან აღწერის იმას გამოვიყენებ, ნუ ესქატოლოგიური სექტაა, ხო? ნამდვილად. არა თან არაბიბლიური. არაბიბლიური, რომელიც ეფუძნებოდა ადამიანის ერთი ადამიანის უკვდავებას ხო განხფლობას თქვა და ასე მე არ ვიცი ეს ხო მე რელიგიაცოდნე არა ვარ ალბათ რელიგიაცოდნებმა უნდა განმარტონ რატია და სად უნდა მოთავსდეს ეს ასე ვთქვა დენომინაცია ანუ ძველი ეგვიპტურის გამახსენდა ესე იგი არ მიცოდ გვამიო იმას რომ არ გაკვეთონო იმიტომ რომ სული მე უნდა დაბრუნდეს თუმცა შაფთაიცე აი იმასაც გავს შაფთაიცე ხო დღემდე უცვლიან ამ იუდა შაფთაისტების მესიას, ნუ რომელიც რაღაც მომენტში თელმა იუდეველმა მრევლმა უდიდესმა ნაწილმა 1660 წელს მესია და აღიარა, მაგრამ ამის შემდეგ მან ისლამი მიიღო, მე გარდაიცვალა და დღემდე მის საფლავს იცავენ, უნდა აღდგეს და არ ღდგება ჯერობით. ხო, მოკლედ იმის თქვა მინდა რომ განათლების ნაცვლად, ანუ განათლებას მაინც მოდერნული პარადიგმიდან ვაბო. მაგის დაცვლად მოდის რაღაცა ცოტა არ იყოს ისე მოდერნულ პარადიგმას გამოიყენებ და სიბნელე მოდის. ხო, მაგრამ გაუნათლებლობის ის რა არის ხოლმე ამავე მოდერნულ პარადიგმაში აღორძინდა ასტროლოგია, New Age და შემდეგ ხო ჩვენ მაგალითად საბჭოთა კავშირი დაინგრა მე მაგალითად გაუცებული ვიყავი რითი ხო დასავლეთზე ჩემი წარმოდგენები მქონდა ნუ საუკეთესო რა თქმა უნდა და აღმოჩნდა რომ ასტროლოგიური პროგნოზი და ასე New Age და მე მართლა ვერ წარმომედგინა რომ ეს საბჭოთა კავშირი საკმაოდ ამ დროს იყო მე თუ ვკითხავ რაციონალიზმის მეგონი ევროპული რაციონალიზმის ბოლო ციტადელი სადაც აი ესეთი რაღაცები უბრალოდ წარმოუდგენელი იყო წმინდა სამეცნიერო პოზიტივისტური პროგრამიდან გამომდინარე ხო ანუ აღმოჩნდა რომ თუნდაც განმარტლებლობას აქვს როგორ ქვია იმ წიგს აი ნიკლენდი რაზეც ლაპარაკობს ხო ათომი აღმოჩნდა რომ არსებობს განმარტლებლობის ბნელი მხარე ხო ბნელი განმარტლებლობა აქედან გამომდინარე ჩვენ ვხედავთ რომ რაღაცა წავიდა მაგრამ რა მოდის ამას ვერ ვხედავთ ჯერჯერობით მე პოლიტიკურად გეუბნები რაღაცა არ წასულა ნახე მოდერნის პოზიტიური პროექტები წავიდა და დარჩა მოდერნის სიბნელე მოდი ესე ვთქვა ერთ-ერთი თავი მომენტი რაც ჩვენ არ გვითხოვს და ეხლა მინდა გავახმო ანუ რაც ჩემთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია ეს არის მართლა რასაც შპენგლერს წამობდა ეს არის არა უბრალოდ დაისი არამედ დასავლური ცივილიზაციის დასასრული აი ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი რომ ცივილიზაციური გარდატეხა ხდება ეხლა ხდება ცივილიზაციური გარდატეხა, ანუ ეს არის რასაც ჩვენ უყურებთ, ეს არის დასავლური ცივილიზაციის დასასრული. არა ისტორიის დასასრული, როგორც ამბობდა, ისტორია გრძელდება, მაგრამ ცივილიზაცია იცვლება. ისტორიის მთავარი სუბიექტი არ იქნება დასავლეთი. დასავლეთი ბოლო 300 წლის განმავლობაში იყო გლობალური ისტორიის მთავარი სუბიექტი. ტექნიკა, ტექნოლოგიები, მეცნიერება. ანუ ყველაფერი განავითარა დასავლეთმა. დანარჩენი სამყარო, მეორე, მესამე სამყაროები, მეოთხე სამყარო თუ არსებობს. ყველა ბაძავდა დასავლეთს. ანუ მთავარი ეს უკვე აღარ არის. აღარ არის დასავლეთი. აი ეს არის მთავარი მომენტი. მე მგონი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. დასავლური ცივილიზაციის სიკვდილი. ხო, დასასრული ესე ვთქვათ. მადლობა.
სიკვდილით არ გადარჩენა. მადლობა ყურადღებისთვის. ჩვენ ცხოვრობთ გარდატეხ პერიოდში და ყველაფერი იცვლება, ამიტომ მსჯელობა და გარკვეულწილად პროგნოზირება აუცილებელია. ზაზამ შემოგთავაზა თავისი პროგნოზირება დასავლური ცივილიზაციის სიკვდილის ახსენა, თუმცა ზაზა ამ შემთხვევაში არის შპენგლერიანელი, ესე ვთქვათ, და ეს იწინასწარმეტყველა შპენგლერმა 100 წლის წინ დაახლოებით. დაწერეთ კომენტარები, გავარცვალთ თემა, აუცილებლად გიპასუხებთ და ასთავარია გააზიარეთ ვიდეო. მადლობა, მოვა შეხვედრამდე.